მშვიდობისა თქვენ უსმენთ პოლიტიკას თიასი ჭინავასთან ერთად საუბრობთ პოლიტიკაზე, გლობალურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს ჭრილში. ძალიან საინტერესო ინიციატივები წარადგინა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ. მოდი დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი. პირველ რიგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსელთან მოგესალმებით გაბატონინო გადაცემაში მონაწილეობით. სამი ინიციატივა წარადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ. არის სხვა საკითხები, რომელზეც დღეს მოგვიწევს საუბარი, მაგრამ მოდით პირველ რიგში მაინც ამაზე დავიწყოთ. ამის განხილვა დავიწყოთ იმ თემით, რომელიც ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა. ეს არის საარჩევნო კოდექსში შესატანცვლებაზე, რომელიც ემიგრანტებისთვის საარჩევნო წესს განსაზღვრავს და იცვლება თუ კი აქამდე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შეეძლოთ იმ ქვეყანაში კონკრეტულ სპეციალიზირებულ საარჩევნო უბანზე მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში და გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. ახალი ცვლილებით მათ ექნებათ ვალდებულება არჩევნებში მონაწილეობის სრულ შემთხვევაში დაბრუნდნენ ქვეყანაში, აქ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მერე წავიდნენ. 4 წელიწადში ერთხელ მათ მოუწევთ ქვეყანაში დაბრუნება. იცით რა გამოხმაურებაც მოყვა? ითქვა, რომ ეს არის საარჩევნო ხმის ჩამორთმევის მცდელობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ემიგრანტების ხმები პრობლემებს უქმნიდა ოცნებას ამა თუ იმ არჩევნებზე. ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნებს, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ისედაც მოქმედებს ეს წესი. კარგით, მოდით ასე შევხედოთ ამ საკითხს. ადამიანები, რომლებიც მიდიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათი დიდი უმრავლესობა მიდის სოციალური მდგომარეობის გამო, ანუ სამუშაო პირობებისთვის, სოციალური დანაზოგის შესაქმნელად და ასე ვთქვათ, მათ არ აქვს შესაძლებლობა ძალიან ხშირად იმოგზაურონ საკუთარ ქვეყანაში, მით უმეტეს თუ ეს კონკრეტულ მისიას, თუნდაც არჩევნებს ეხება. თქვენ არ უშვებთ ამ ვარაუდს, რომ ეს ირიბად მართლაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანების ხმები იქნება დაკარგული, იმიტომ რომ მათ არ ექნებათ შესაძლებლობა 4 წელიწადში ერთხელ დაბრუნდნენ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ინიციატივები წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ და უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, ალბათ ბოლო პერიოდში ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს, რომ უამრავი კანონში ცვლილება და ინიციატივა განხორციელდა, რომელიც ემსახურება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. რატომ მოხდა, რომ ესე კონცენტრირებულად რაღაც ამ ბოლო პერიოდის მანძილზე დავიწყეთ ამ ინიციატივების გაჟღერება და მიღება? ეს უკავშირდება ორ ძირითად საკითხს. პირველი, როდესაც ასოცირების შეთანხმებიდან დაწყებული კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ჩვენ ვიყავით კონცენტრირებული, რომ ის გზა გაგვევლო დაჩქარებული და ძალიან სწორი მიდგომებით, ჩვენს კანონებში ასეულობით კანონში უამრავი ცვლილება განხორციელდა, რომ ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში ყოფილიყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ეს არა მხოლოდ რაღაცა ისეთი შაბლონური და რაღაც გახმაურებული საკითხების მიმართულებით, როგორც არის ვთქვათ სასამართლო სისტემა ან კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ძალიან ვიწრო დარგობრივი მიმართულებები, მაგალითად სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ვერც დავთვლი ალბათ რამდენიმე 1000 ცვლილება თუ რაღაც ახალი პრინციპი არის მიღებული. ამიტომ ერთი რომ უკვე დადგა დრო, როდესაც ჩვენ ეს ძირითადი პროცესი წარმატებით გვაქვს დასრულებული და საქართველოს ყველა ანგარიში არის ფლაგმანი ამ რეფორმების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ყველა იმ საკითხს მივხედოთ, რაც ახლა და ამ პერიოდის მანძილზე განსაკუთრებით მწვავედ დგას. და მეორე, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ შეიძლება ითქვას, რომ 4 ოქტომბრის წარმატებულად განხორციელებული სპეცოპერაციამდე, რომლითაც წყალში ჩაუვარდათ გადატრიალების მცდელობა, ჩვენ მოკლებული ვიყავით იმ შესაძლებლობას, რომ თან ამ დიდ ბოროტებასთან გვებრძოლა, ამ დიდ რისკებს გამკლავებოდით, რომელიც ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან მოდიოდა და ამავდროულად ისეთ საკითხებზე კონცენტრირებული ვიყავით, როგორიც ამ ინიციატივებში არის და მოდით დავიწყოთ საარჩევნო უფლებით. მოქალაქეების აქტიური საარჩევნო უფლება გულისხმობს იმას, რომ არჩევანი უნდა იყოს გაკეთებული ინფორმირებულობაზე დაფუძნებული და მათ შორის ხელისუფლებას აქვს ერთ-ერთი საკვანძო ვალდებულება და ვთქვათ თუ ევთოდირის დასკვნებსაც უყურებთ, იქ განსაკუთრებულად ხაზგასმით არის ხოლმე ყოველთვის მითითებული, რომ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდა თუ არა. მედია, გარემო, იყო თუ არა ინფორმაცია სწორად, ანუ ხო არ იყო ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა ან ასე შემდეგ.
ეს გახდა ამოსავალი წერტილი იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ზოგი შეიძლება რუსეთში, ზოგი შეიძლება ამერიკაში, არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, ექცევიან იმ ქვეყანაში არსებული რაღაც ინფორმაციის თუ შეიძლება დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, მათ შორის არ აქვს სწორი წარმოდგენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და შორიდან აკვირდებიან ამ ყველაფერს. ალბათ სამართლიანი თხოვნა და სამართლიანი მიდგომა არის, რომ მოქალაქეებს კონდეთ ვალდებულება, რომ საკუთარ ქვეყანაში გააკეთონ ეს არჩევანი. ხო, მაგრამ საარჩევნო პერიოდში ჩამოსული მოქალაქე ასე მოკლე კონკრეტულ პერიოდში როგორ შეძლებს აი თავის შეხედულების შეცვლას? მე ვფიქრობ, რომ ეს რა თქმა უნდა ყოველას ჩვენი რაღაც ვერსია არის, მაგრამ ალბათ ამეთანხმებით, რომ 10 წლის წინ წასული საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლება არც იყოს ნამყოფი ამ ქვეყანაში, ჩამოსული და იმ თავის გარემოცვასთან, წრესთან, იმ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, რომელიც ერთი მხრივ შეიძლება რადიკალური და ნამდვილად პოლიტიკურად მიკერძოებულია, ხა მთავარი და ტელეპიროლს რომ მოусმენ, არ შეგექმნება კარგი წარმოდგენა და რაღაცა შეიძლება სასწორკვეთილებაში გადავარდე, მაგრამ რეალურად დაბალანსებულად მიიღებ ამ ინფორმაციას. ერთი მხრივ გექნება რაღაც ტყუილებით გაიტენო თავი ამის საშუალება და მეორე მხრივ გექნება რაღაც მეტნაკლებად სწორ ინფორმაციაზე კონდეთ წვდომა. მაგრამ მოდით აი ამ ყველაფერს ალბათ პასუხს ცემს ერთი მარტივი ციფრი და სტატისტიკა. დღეს ტელეპიროლის ჟურნალისტს ვკითხე, რომ თუ გაქვთ წარმოდგენა, რამდენი მოქალაქეზეა საუბარი, ანუ ამბობენ, რომ მილიონობით მოქალაქე ვერ შეძლებს და ვერ ჩამოვა ამ ქვეყანაში და ვერ გაუძლებს აეროპორტები და გადაიტვირთება ლოჯისტიკურად და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. 2024 წელს და ეს იყო ყველაზე დიდი მობილიზაციის პირობები. საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეები მის ხმა მისცა არჩევნებში იყო 34,000 რაღაც ციფრი, 34,000-მდე. ან წარმოიდგინეთ, ეს არის საერთო ამომრჩევლის 1.5%. აი, ამით სრულდება ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ოცნებას შეიძლება არ აწყობდეს, ეს პასუხიც მოვისმენე, კი ბატონო, ეს არის მარტივი ლოგიკა, რომლითაც არაფრით არ უკავშირდება ეს ინიციატივა რაიმე პოლიტიკურ მიზნებს. ანუ სტატისტიკა, რომელიც მეც გავეცანი ამ მონაცემებს, რომ რიცხვი, რომელიც ფიქსირდება ამ არჩევნებზე, თუნდაც კრიტიკულად ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი ელექტორატი იყოს, რადიკალურად არც ვლის საერთო სურათს საერთო ეროვნულ არჩევნებში. ანუ მას არ შეავს გარდამტეხი რაღაც როლი. შეიძლება ხო, კი ბატონო, მინიმალურად იყოს. კი ბატონო, როგორც თქვენ ამბობთ, აი მით უმეტეს თუ ეს არც ვლის, რატომ შეიძლება შეიქმნას დამატებითი ბარიერი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებენ. ლოჯისტიკას არ გულისხმობ ახლა, რომ აეროპორტი გადაიტვირთება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამაზე არ მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ის არის, რომ ქვეყნების შემთხვევაში თითქმის უმრავლესობა ამ ამომრჩეველს მაინც უწევს რაღაცა ლოჯისტიკური გადაადგილება. ანუ ყველა ქალაქში, რა თქმა უნდა, ხა პირობითად ამერიკაში ვერ იქნება მოწყობილი საარჩევნო უბანი და არც არის და შესაბამისად ხშირად უწევთ ხოლმე თავად იქ იმ ქვეყნის ფარგლებშიც გადაადგილდნენ. ამიტომ თუ გადაადგილებაზეა საუბარი, იცით რა, ვერ გეტყვით ესე ხა ამერიკაში ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე რომ გადაფრინდე, იგივე მასშტაბია, რაც გერმანიიდან საქართველოში რომ ჩამოფრინდე, ანუ ეს უბრალოდ მაგალითისთვის. მაგრამ, ანუ ამოსავალი წერტილი არის, რა არის სწორი პრინციპი. და ეს პრინციპი ჩვენ არ მოგვიგონებია. ეს არის ისრაელის, ირლანდიის, მალტას, სხვადასხვა ქვეყნების შემთხვევაში. ქვეყნები, რომელთაც აქვთ შესაძლოა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იმ მოსახლეობის, რომელიც ქვეყნის გარეთ, ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. და ეს არის დაზღვევა თავად დემოკრატიის პრინციპის, რომ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ხალხი და მოქალაქეები ირჩევდნენ ხელისუფლებას, მაგრამ ამავდროულად მათი არჩევანი არ უნდა იყოს შეზღუდული ინფორმაციის ან რაღაცა სხვადასხვა გავლენების მიმართულებით და აქვე კიდევ ერთ ფაქტს დავასახელებ, პრემიერ-მინისტრმაც თქვა და მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ეს იყო წარმოუდგენელი რამ რაც გააკეთეს. წარმოიდგინეთ, ქართული ოცნების მხარდამჭერებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიდნენ საიმიგრაციო სამსახურს, რომ დეპორტაცია გაეკეთებინათ ამ ადამიანების იმისთვის, რომ ისინი ემხრობოდნენ ქართულ ოცნებას. ანუ ესეთ მავნებლობაზე და ესეთ ცუდ და ნეგატიურ ზეწოლაზეც კი იყო საუბარი. ამიტომ ყველა მოქალაქე, რომელიც გადაწყვეტს, რომ თავისი მოქალაქეობრივი ბალი მოიხადოს და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მე ვფიქრობ, რომ ალბათ გააზრებულად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც არ არის არც ჩვენი მოფიქრებული, არის ყველა ისეთი ტიპის ქვეყნის შემთხვევაში, როგორც ახლა ჩვენ შემთხვევაში გვაქვს საქმე. და რა თქმა უნდა, ემსახურება, რომ არც ერთი მოქალაქის, მათ შორის არც ერთი
საზღვარგარეთ ცხოვრები მოქალაქის ხმა არ იყოს დაკარგული. ბატონო, კარგით. მეორე ინიციატივა ეხება რამდენიმე უწყების გავქვემას, რომელიც ევრორეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა რამდენიმე წლის წინ. ეს არის პირველი ანტიკორუფციული ბიურო, მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მესამე ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი. ყველა ფუნქციები, ანუ ფუნქციურად ეს ესე ვთქვათ, უწყება ასე არ უქმდება, ანუ ფუნქციების თვალსაზრისით სხვადასხვა ინსტიტუტებში გადანაწილდება, მაგრამ უწყება ზოგადად კონკრეტული სამსახურები უქმდება. აქ დგას საკითხი ასე, ოპოზიციას ჰქონდა განსაკუთრებული პრეტენზია ამაზე. ეს იყო ევრორეკომენდაცია. რატომ მოხდა მაინც და მაინც მაგალითად ევრორეკომენდაციის საფუძველზე შექმნილი უწყებების გაუქმება? რა პასუხია ეს ბრიუსელისთვის? მოდი ჯერ დავიწყოთ ამით. აი, რას ვეუბნებით ბრიუსელს, რომელთანაც გვაქვს გართულებული ურთიერთობა, რომელთანაც გვინდა რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვჭირდება ყველაფერი ჩვენი კონკრეტული სტრატეგიული მიზნისთვის საუბარი ევროკავშირში გაწევრიანება. მოდი თქვათ, რომ ბრიუსელთან ურთიერთობაში ახალი არაფერი არ გვითქვამს ამ გადაწყვეტილებითაც. ჩვენი მყარი პოზიცია არის, რომ იმ სურვილთან ერთად, რაც გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენ აუცილებლად გვაქვს და გვექნება მომავალშიც ჩვენი ასე თქვათ, ეროვნული საკითხები, რომელიც ვერ გადაწყდება ვერც ბრიუსელში და ვერც სხვა პოლიტიკურ ცენტრში, არამედ იქნება სრულ თანხვედრაში ამ ქვეყნის მოწყობის სისტემასთან. და როგორი არის ჩვენი ქვეყნის მოწყობის სისტემა, რომელსაც განსაზღვრავს კონსტიტუცია და კონსტიტუციური, ასე თქვათ, ინსტიტუციური მოწყობა არის, როგორც პარლამენტი, მთავრობა და ის ინსტიტუციები, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც თავისი შინაარსით და ფუნქციებით აქვს ის დატვირთვა, რაც რაღაცნაირად გადაანაწილეს სხვადასხვა უწყებებში და კონსტიტუციური მოწყობის, ასე ვთქვათ, ხორცმეტად და მოგვიგონეს და მოგცეს რეკომენდაცია, რომ შეგვექმნა ისეთი უწყებები, რომელიც ერთი მხრივ რაღაც გარკვეულწილად საკუთარი მიკერძოებული და ესეთი მიზანმიმართული კადრებით იყო დაკომპლექტებული, არ გულისხმობ ანტიკორუფციულ ბიუროს, რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევას გულისხმობ, მაგრამ მეორე მხრივ დიახ, და არაერთხელ გვინახავს მათ შორის ლონდა თოლორაიას პოლიტიზირებული მოქმედებები. ეს არ იყო ადამიანი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვით იყო აჟიტირებული და მისი მხრიდან არაერთ შემთხვევაში ყოფილა, ასე ვთქვათ, საკუთარი უფლებამოსილების გადაცნობა იმ კუთხით, რომ პოლიტიკური პოზიცია დაუკავებია. ეს არ იყო მისი დანიშნულება, ამიტომ მოდით ვთქვათ, რომ მასთან მიმართებით ეს ნამდვილად იკვეთებოდა, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ის არის, რომ როდესაც უკვე შენი კონსტიტუციური წყობის მიხედვით შეგიძლია ინსტიტუციებს შეუფარდო და შეუსაბამო კონკრეტული ფუნქციები, არაფერში არ არის საჭირო, არც ხარჯთეფექტიანობაში ჯდება და არც შენს მოწყობის პრინციპში ჯდება, რომ გქონდეს უწყებები, რომელიც ხორცმეტივით არის საერთო სურათთან და ანუ არ ღვევს იმ ჰარმონიას, რომელიც უნდა გქონდეს ზოგადად მიღებულ პრინციპს. ამიტომ ერთი მხრივ თუ ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავისი დატვირთვით შესაძლებელია სრულებით ჯდებოდეს აუდიტის სამსახურის ფუნქციებში, მათ შორის ეს სხვადასხვა სტრუქტურაში არის გადანაწილებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც უნდა აკონტროლებდეს, აუდიტის სამსახურიც უნდა აკონტროლებდეს, როგორც საჯარო მოხელეების მუშაობის და საჯარო უწყებების ხარჯვის ეფექტიანობას, ასევე დეკლარაციებს და ასე შემდეგ. სრულებით არანაირი საჭიროება არ არსებობს, რომ იყოს ეს რაღაცა შაბლონური უწყება, რომელსაც ჩვენნაირ ქვეყნებს ახვევდნენ ხოლმე თავს და სამწუხაროდ არ გქონდა შესაძლებლობა, რომ იმ მომენტში მკაფიოდ გვეთქვა, რომ იცით ეს არ ჯდება ჩვენს კონსტიტუციურ მოწყობაში. გავიხსენებ მათ შორის მაგალითს, როდესაც 2020-ის იმ რაღაც ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისის შედეგად ჩვენ მიგვაღებინეს შეთანხმებაში მოგვაწერინეს ხელი, სადაც კონსტიტუციაზე ფაქტიურად სრულად ხაზი იყო გადასმული და ვამბობდით, რომ ჩვენივე რაღაცა ნებით ვთმობდით მოგებულ არჩევნებს თუ ადგილობრივ თვითმმართველობაზე 53% თუ რაღაცაზე მეც. ანუ ეს ხომ რეალურად შენი კონსტიტუციური პრინციპი რო ყოფილიყო, ეს იმ ჩანაწერში იქნებოდა გათვალისწინებული, რომელიც კონსტიტუციაში და შემდგომ კანონებში არის გაწერილი, მაგრამ არა, ეს იყო პოლიტიკური ზეწოლის შედეგად და ჩვენ ბევრჯერ მივდიოდით ესეთ კონსენსუსებზე
თუმცა ალბათ ეხლა საუკეთესო მომენტი არის, როდესაც რაღაცა საზღვრები უნდა დავაწესოთ ჩვენ სუვერენიტეტსა და სხვა გავლენებს შორის. აი თქვენ თქვით რომ აქ გვახვევდნენ თავს, აი რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, ჩვენ ეხლა ყოველდღიურად თითქმის ვაკვირდებით საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით რა ბრიფინგები იმართება სხვადასხვა უწყებებში, სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ანუ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ეს არის მისი პრიორიტეტი, ანუ კორუფციასთან ბრძოლა. ვისმენთ არაერთი გახმაურებული საქმეების შესახებ ყოფილ მაღალჩინოსებთან დაკავშირებით. აი მაშინ, როდესაც ასეთი პოლიტიკა წარმოებს, ამაზე არის აქცენტი გაკეთებული, რატო იყო მაგალითად ხელისშემშლელი ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც შეიძლება თუნდაც სათაურიდან გამომდინარე სწორედ ბმა ქონდეს ამ ყველაფერთან დაგეხმაროთ, ზედმეტი რგოლი იყო ხელისშემშლელი. ხო, აი ხელისშემშლელს ალბათ ვერ ვიტყოდი, მაგრამ თუ არასწორი იყო თუ მასეთი ლოგიკით მიუდგებით, შეგვიძლია რომ ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებიც დავანაწევროთ და სამი სხვადასხვა ბიურო გავაკეთოთ. ერთი რომელიც დეკლარაციებზე ზრუნავს, მეორე რომელიც საჯარო მოხელეების რაღაც კორუფციაში. ანუ ბევრი რაღაც ინტერპრეტაცია შეიძლება გააჩინო და რას ემსახურება დამატებით რაღაცა თავსმოხეული უწყებების მოფიქრება, ანუ ეს არაფერში არ ჯდება, ლოგიკაში არ ჯდება. ანუ თუ ის საჭირო არ არის, მაშინ რატომ უნდა იყოს? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ესე გადაწყვიტა, მაშინ ჩვენ შიგნით გადაწყვეტილებებს როგორ ვიღებთ? ანუ მხოლოდ ვიღაცამ თუ გადაწყვიტა, თუ ჩვენ როგორი მოწყობაც გვაქვს და როგორი პრინციპითაც ასე ვთქვათ ვაშენებთ ამ სახელმწიფოს, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით მივესალმებით, მათ შორის თუნდაც ვთქვათ ბიზნეს ომბუდსმენთან დაკავშირებით. შესაძლოა როდესაც ნაციონალური მოძრაობის ის მავნებელი და ბოროტმოქმედი რეჟიმი გადავარდა და ბიზნეს რეკეტის მასობრივი და უკაცრავად მასიური შემთხვევები იყო, იმ მომენტში შესაძლოა იყო რაღაცა ცალკეული ინსტიტუცია საჭირო, რომელიც ბიზნესთან ურთიერთობებზე იმუშაობდა, მაგრამ ეს ხო რეალურად საჭიროებებზე დაფუძნებული უნდა იყოს, თუნდაც ამ ინსტიტუციის არსებობა. იმ პირობებში, როდესაც ბიზნესი როგორც არასდროს თავისუფალი არის, საქართველოში ბიზნესის კეთებაც, საინვესტიციო გარემოც, არა მხოლოდ ჩვენი შეფასებებით, ანუ საერთაშორისო შეფასებებით არის უმაღლეს დონეზე და რა ვიცი, ევროპის ათეულში შევდივართ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რა საჭიროა, რომ კონდეს დამატებითი ინსტიტუცია, რომლის ფუნქციაც რეალურად ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს. სწორედ ეკონომიკის სამინისტროა, ვინც ბიზნესთან უნდა კომუნიცირებდეს, მათ ინტერესებს ითვალისწინებდეს, მათ შორის ინვესტიციების და სხვადასხვა უცხოელი თუ ადგილობრივი ბიზნესების ასე ვთქვათ, საქმიანობის ხელშეწყობით უნდა კავდებოდეს და აი როგორც ამ შემთხვევაში, რაც არ არის საჭირო, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული გააუქმა. მესამე ეს ეხება უკვე უფრო მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის ესე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან გამომდინარე, პრეისტორია ამ გადაწყვეტილების საქართველოს მოსახლეობის წესით ცნობილია, თუმცა ნაციონალური მოძრაობა მის ინტერპრეტირებას ცდილობს რაღაც სხვაგანაც წარმოჩენის, მაგრამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულის ჯერ შექმნა შემდეგ გაუქმება, ამის შესახებ ჯერ კიდევ ზუსტ გამსახურდიას დროიდან საქართველოს მოსახლეობა საქმის კურსია. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ გვაცნობა, რომ ის კონსტიტუციასთან შესაბამისობიდან გამომდინარე ეს საკითხიც უნდა მოგვარდეს კონკრეტული გადაწყვეტილებით. აი ოპოზიციას ჰქონდა ესეთი კითხვა, ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებს ამას, რომ ეს რუსული და ოკუპაციის მხარის დგომი გადაწყვეტილება იყო თავის დროზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ადმინისტრაციული ერთეული აღადგინა. ნუ აქ კიდევ ახალ გორის პრობლემაც დაემატა, ეს კიდევ ცალკე ისტორია და ამაზე არაერთხელ გვისაუბრეთ წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან არ აღიარებს ამას ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ცვამს ასეთ კითხვას, არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, სხვაებიც, რატომ ეხლა? რას ცვლის ეხლა ეს გადაწყვეტილება, მაგალითად, ოკუპაციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის? დავიწყოთ იმით, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის შექმნა იყო მოღალატეობა და ღალატი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ეს არ იყო შემთხვევით გაკეთებული. ეს იყო გააზრებული და საგამოძიებო კომისიის იმ სხდომებმაც რაღაც კუთხით კიდევ უფრო მეტი ნათელი მოფინა ამ პროცესს, თუმცა ალბათ ყველა ადამიანს, ვინც ზოგადად აი ამ საკითხთან შეხება ქონია, ან თქვათ რაღაც სხვადასხვა ეთერებს უსმენდა, ქონდა აი მუდმივი უკმაყოფილების და უსამართლობის განცდა, რომ როდესაც საბჭოთა ფორმაციით
აღადგენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ოლქს და ჩვენ კანონმდებლობაშიც ესე გვეწერა, ანუ უცხოურ საერთაშორისო დოკუმენტებში ესე იყო და ხშირად ფიზიკურად გიწევდა რომ ამ wording-ში ჩამჯდარიყავი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა პირდაპირ ოკუპანტის საქმეს აკეთებდა. წარმოიდგინეთ, ამ ოლქის აღდგენის შემდგომ ნაციონალურ მოძრაობამ ჩაატარა პრეზიდენტის არჩევნები. ანუ ამაზე მეტი ოკუპანტური დამოკიდებულება არ არსებობს. ოღონდ მაშინ ხომ რეალურად ინფორმაციული ვაკუუმი ქონდა და ამაზე ხა ესეთი რაღაც დიდი ტალღა ვერ აგორდა და ვერც აგორდებოდა, იმიტომ რომ სისხლში ჩაახშობდნენ ამ ტალღას. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ დაუბინდეს ადამიანებს გონება, რომ დღესაც შესაძლოა ვიღაცას მათ მხარდამჭერს უჩნდებოდეს კითხვა, რომ კი, მაგრამ კარგი იყო ეს და ეხლა რატო გააუქმეს? ან ეხლა რატო, ანუ თუ აქამდე იყო, ეხლა რატო? რას ნიშნავს? ეს იყო პირდაპირ მოღალატეობრივი აქტი, რომელმაც საფუძველი დაუდო, მათ შორის 2008 წლის იმ ოკუპაციას და დადებითად იმუშავა იმ დიდ ბოროტებაზე, რაც რუსეთის მხრიდან გაკეთდა და ეხლა, როდესაც ჩვენ უკვე მოგვეცა საშუალება, რომ იმ შიდა თუ გარე გამოწვევებიდან გამომდინარე გადავერთოთ უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სწორი პრინციპების დაფუძნების მიმართულებით, რა თქმა უნდა, სწორი არის, რომ გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქი, დარჩეს ის მუნიციპალიტეტები, რომელიც მათ შორის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გამსახურდიას ხელისუფლების მხრიდან იყო აღიარებული და რეალურად ანუ სამაჩაბლოზე ვქონდეს საუბარი და არა სამხრეთ ოსეთზე, რომელიც თავისი შინაარსითაც ოკუპაციის საქმეს აკეთებს და მენტალურადაც ჩვენ მოქალაქეებში თუ უცხოელებშიც არასწორი პრინციპით მუშაობს და ამის ფონზე რომ რჩებათ თავხედობა და ყოფნით თავხედობა და ყოფნით ეს მოღალატეობრივი და ეს რაღაცა სულისკვეთება, რომ კიდევ აქეთ გვეკამათებიან, რატომ შეიძლება გაუქმდეს ეს ყველაფერი, ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული. კი ბატონო, კარგით, მოდით ახლა რამდენიმე სხვა საკითხსაც შევეხოთ, მათ შორის, აი მაგალითად ამერიკის საელჩომ გვაცნობა, რომ საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ესტუმრა, რომელიც ქართულ მხარესთან ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის განიხილავს. ნუ ეს ერთი მხრივ კარგია, იმიდან გამომდინარე, ჩვენ სულ მუდმივად საუბრობთ, რომ როდესაც კონკრეტულ მარშრუტებზე არის საუბარი, რომელიც აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას გულისხმობს, იქ საქართველოს როლის გამოკლების გარეშე არ ვიცი რა მარშრუტი შეიძლება საერთოდ განიხილოთ, უბრალოდ ერთი პრინციპიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გეოგრაფია, ესეთი ჩვენი გეოგრაფია, ჩვენვე ქშველის ესე რომ ვთქვა. აი რას ნიშნავს ეს კონკრეტული ვიზიტი, რამე ახალის დასაწყისია ჩვენ თქვა ხშირად საუბრობთ იმის შესახებ, რომ ველოდებით გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აი არის ეს რაიმეს ნიშანი საწინდარი? ხო, დაგეთანხმებით, რომ რუკას ვერ შეცვლი და რუკაზე საქართველო არის ამ რეგიონის ერთ-ერთი საკვანძო შუაგული და როგორც ერთხელ პრეზიდენტ ალიევს მოუწია შეეხსენებინა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, რომ ვერ განიხილავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონს საქართველოს გარეშე და ეს სრული სიგიჟეა. რა თქმა უნდა, ეჭვარ გვეპარება, რომ ნებისმიერი სახელმწიფო და ისეთი დიდი პოლიტიკური აქტორი საქართველოს ამ რეგიონის ჭრილში განიხილავს როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. სახტების წარმომადგენლის ვიზიტი ტრამპის ამ უსაფრთხოების ტრაექტორიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ზუსტად ჩვენი რეგიონის ჭრილში, როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის მოცემულობა სათანდოთ იყოს გაანალიზებული და მინიმუმ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენთვის საშუალება და შესაძლებლობა, რომ საქართველოს როლი დავანახოთ კიდევ ერთხელ, მათ შორის ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს, მათ შორის გავაბათ ახალი კავშირები და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ბევრი ფიგურა არის, პოლიტიკური ფიგურა არის შეცვლილი და მათ შორის იმ რაღაც გაფუჭებული ურთიერთობების და გაფუჭებული ველის ფონზე ჩვენ გარკვეულწილად გვიჭირს და გვირთულდება, რომ აი ეს კონტაქტები აღვადგინოთ, ამიტომ რა თქმა უნდა პოზიტიური გზავნილი არის და თავისთავად ჩვენი მხრიდანაც იქნება ეს გამოყენებული საქართველოს ინტერესების სწორად წარმოჩენისთვის. ეხლა კიდევ ერთ ცენტრს ბრიუსელს დავუბრუნდეთ. ჩვენ მოვისმინეთ გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იყო ძალიან ცუდი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საოცარი კორუფციული სკანდალი ტრიალებს, ყოველდღიურად ვიღებთ ახალ ამბებს, მიუხედავად
ამისა ბრიუსელი აქცენტს აკეთებს, რომ უკრაინა უფრო წინ არის ვიდრე მაგალითად საქართველოს სტატუსის მხოლოდ სახელი დარჩა და სხვა არაფერი და ამასობაში უახლოვდება კიდევ ერთი საკითხი, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიში. ჩვენ ვიცით, რომ უკვე მიიღო ევროსაბჭოს მინისტრებმა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მოხდეს გამარტივებული წესის დამოქმედება ვიზასთან დაკავშირებით. რა მოლოდინი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რა იქნება დეკემბერში ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ნუ აქვე გავახსენოთ მსმენელს, რომ კაია კალასმა ამას უკვე გააკეთა ერთხელ უკვე კომენტარი და თქვა, რომ საერთო გაუქმებაზე ან ვიზის ჩამორთმევაზე ასეთი გადაწყვეტილება არსებობს, მაგრამ შეიძლება იმსჯელონ იმაზე, რომ კონკრეტულ ჯგუფებს დაუწესდეთ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეზღუდვა, სანქცია. თეა სამწუხაროდ ბრიუსელისგან ხშირად ხედავთ ორველისეულ რაღაც ოქსიმორონს, რომ ომი მშვიდობაა და კარგი ცუდია და ცუდი კარგია. ზუსტად ამ ჟანრში არის, რომ თურმე უკრაინის განვითარების დონე და ხარისხი, ანუ კარგია და საქართველოს თურმე უკუსვლა აქვს, როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური და ასე შემდეგ. მათ შორის სწორედ ამ გაფართოების ანგარიში იყო ერთ ძალიან საინტერესო და სასაცილო რაღაც. ჩვენ დაგვიწერეს ხარვეზად, რომ საქართველოს არ დაუჭირა მხარი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას და რეალურად საქმე იყო იმაში, რომ საქართველოს დაუჭირა მხარი ამერიკის მხარის მხრიდან წარმოდგენილ ფორმულირებებს და ეს ჩაითვალა, ესე იგი ამერიკა და ევროპა როგორც ჩანს დაპირისპირებული მხარეები არიან, თუ ჩვენი მხრიდან ამერიკის ვორდინგის მხარდაჭერა ჩაითვალა საერთოდ ამ თემის უარყოფად. ნუ ეს ერთი რაღაცა სრული სიგიჟე, მაგრამ რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ევროკავშირი და ზოგადად დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო გამოირჩევა იმ რაღაც უსამართლო და ძველი და საბჭოთა წყობის ფორმირებისგან, რომ წესებზე დამყარებული წესრიგი არის. ანუ თუ ჩვენ შევთანხმდით წესზე, რაც გულისხმობს ქართველებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას და ეს წესი ჩვენ არ დაგვირღვევია, რანაირად არის შესაძლებელი, რომ ასეთი მაღალი დატვირთვის და დანიშნულების მატარებელმა ინსტიტუციამ დაარღვიოს წესები და ყველანაირი და შემოგთავაზოს თამაში წესების გარეშე. ანუ ეს იყო ნომერ პირველი უსამართლობა, რასაც ჩვენ წლების წინ წავაწყდით და იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტიურად ამას უყურებთ. რა გააკეთეს ახლა? როდესაც ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის შეთანხმებას გავაფორმეთ, ჩვენ მოგვეცა კონკრეტული მითითებები, თუ რა რეგულაციებში და რა პრინციპებში უნდა ჩამჯდარიყავით. ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ ანგარიშებს და საქართველოს იყო ერთ-ერთი სამაგალითო ამ წესების შესრულებაში. რადგან ამ კუთხით ვერ მოგვიძებნეს ვერანაირი ხარვეზი, წარმოიდგინეთ როგორ მუშაობს არაფორმალური პოლიტიკური გავლენები, რომ ის რაც ამ ქვეყნებს შეთანხმებული ქონდა და ყველა შევთანხმდით და ამ პირობით წევრიანდებით ჩვენც და ამ პირობით მოგწონს ევროკავშირი, ხო, უცბად შეუძლიათ თურმე ეს ყველაფერი შეცვალონ უზომოდ უსამართლობისკენ და გახადონ ეს პრინციპი ხელით მართვადი. ანუ კი არ იყოს რაღაც დამსახურებებზე დაფუძნებული, არამედ ვიღაცებს რამდენიმე ძლიერი ბიჭი გაერთიანდა და შეუძლია რომ პატარა და ისეთი მცირე რიცხოვანი საქართველოს დაჩაგროს, ანუ აი ასეთ თამაშამდე მივედით. რეალურად ახლა გაკეთდა ის, რომ გამარტივდა ის უკვე შეთანხმებული წესები, ანუ უკვე დაირღვა ის, რაც ჩვენ ორ მხარეს შორის იყო შეთანხმებული და მათ მოიფიქრეს დასჯის ინსტრუმენტი, როგორ შეიძლება რომ ვიზა ლიბერალიზაცია იყოს არა იმ რაღაცა საერთო დიდი იდეის ბენეფიტი, არამედ დასჯის ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ პრაგმატული გადაწყვეტილება იყო ის, რომ უარი თქვეს საკუთარ იდეაზე, რომ ქართველი ხალხი დაესაჯა და ამ ეტაპისთვის, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ იარაღს არ გამოიყენებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა გამოიყენებენ ქართველი ხალხის არჩეული რაღაც კონკრეტული პირების წინააღმდეგ, როგორც აქამდე გამოდის ინფორმაცია და მე ესეც მინდა რომ გამოვრიცხო, იმიტომ რომ მართლა მგონია და მართლა მჯერა ევროკავშირის იდეის და ზოგადად ევროპის იდეის და არ მინდა რომ ევროკავშირის ბიუროკრატია აცდენილი იყოს ევროპის იდეისგან. და მჯერა რომ ამ არაპრაგმატულ და უსამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, თუმცა რაც ახლა ამ ეტაპზე საუბარი არის, რომ პირობითად მე ან ჩემს რომ კოლეგებს ან რაღაცა პირთა წრეს
გაუქმდეს ვიზა ლიბერალიზაცია და ჩვენ დაგვჭირდეს ვიზების მიღება ევროპაში გადაადგილებისთვის. ნუ არ ვიცი ხა ეს რამდენად ქართული მენტალიტეტისთვის შეიძლება იყოს რაღაცა სასჯელი, იმიტომ რომ არაფერი არ გეპრობლემება იმასთან შედარებით, რომ შეიძლება შენ ქვეყანას რაღაც რისკი ექმნებოდეს, ხო? ამიტომ ჩვენ ეს გააზრებული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვიზის გაუქმებით ნამდვილად არ შემეპარება ეჭვი იმაში, რასაც ახლა ვაკეთებთ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს სერიოზულად შეარყევს თავად ევროკავშირის პრინციპებს და არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, არამედ წევრი სახელმწიფოებისთვისაც, იმიტომ რომ მათ აღარ ექნებათ გარანტია, რომ თუნდაც ევროკავშირის პირობებში რომელიღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ არ გაერთიანდეს რაღაცა რამდენიმე, მათ შორის შესაძლოა არც ისე დიდი, მაგრამ რაოდენობრივად ბევრი სახელმწიფო და არ დაჩაგროს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, თუნდაც ისეთი როგორც არის უნგრეთი, ერთ-ერთი დიდი და უმსხვილესი ევროპული სახელმწიფო. ბატონო, აი მოდით ნახოთ როგორ გამთავრდა მომავლენები. მანამდე ძალიან დიდი მადლობა ნინო წილვასანს, რომელიც იყო ჩვენ გადაცემის სტუმარი. მე გემშვიდობთ ზუსტად ერთი კვირით, ზუსტად ამავე დროს ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ამ ტალღაზე დროებით.